ოფიციალური მეცნიერება დღემდე იმ აზრს ემხრობა, რომ პირამიდების მეგალითური ნაგებობები, რომლებიც თითქმის ყველა კონტინენტზეა აღმოჩენილი, სამეფო სამარხებს წარმოადგენს. მაგრამ დღეს სულ უფრო პოპულარული ხდება ვერსია, რომლის თანახმად ამ გიგანტურ ნაგებობებს სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა და რომ საერთოდ ჩვენი ცივილიზაციის მიერ არც არის შექმნილი. ამ ვერსიის თანახმად პირამიდები დედამიწაზე უფრო ადრეული ცივილიზაციების წარმომადგენლებას შექმნეს და შეიძლება რომ ისინი საერთოდაც არა დედამიწელები, არამედ უცხო პლანეტელები ყოფილიყვნენ. ამ ეპიზოდში ზუსტად ამ ვერსიებზე ვსაუბრობ და შიგადაშიგ პატარა გადახვევებსაც გავაკეთებ. ამგვარი ვერსიების მომხრეები უპირველესად იმით აპელირებენ, რომ ასეთი რთული კონსტრუქციის მქონე ნაგებობების აშენება საიდუმლოებით მოცული ნაგებობების ჭეშმარიტი დანიშნულება. პირამიდები წარმოუდგენელი მათემატიკური სიზუსტით არის აგებული და ამიტომ პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, ის არის, რომ მიცვალებულის სამარხს, თუნდაც ის ფარაონი ყოფილიყო, ასეთი სიზუსტე არაფერ შეესაჭიროებოდა. ახლა ზუსტად მოგიყვებით თუ რა წონის და სიდიდის სამშენებლო მასალასთან გვაქვს საქმე, როდესაც პირამიდებზე ვსაუბრობთ. გიზის ყველაზე დიდი ხეოფსის პირამიდების აშენებაზე 2 მილიონზე მეტი ქვის ბლოკია გამოყენებული. თითოეულის წონა 3-დან 30 ტონამდეა, თუმცა არის თითქმის 50 ტონიანი ბლოკებიც. პირამიდის საფუძველი 55,000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ხოლო თითოეული გვერდის ფართობი 20,250 კვადრატული მეტრია და პირამიდის გარე ფასადითებული. თითოეული ქვის სისქე დაახლოებით 2 მეტრია, ხოლო წონა 15 ტონაზე ნაკლები არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ ასეთი მონუმენტური ნაგებობის ასაშენებლად მინიმუმ 20 წელი მაინც იქნებოდა საჭირო და ესეც იმ შემთხვევაში, თუ ყოველდღიურად ობიექტზე 20,000 ადამიანი იმუშავებდა. და ამდენი ძალისხმევა მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ იქ ერთი ადამიანის სარკოფაგი მოეთავსებინათ? მაგრამ არც ეს არის გამორიცხული, რომ რაც მეცნიერებს სარკოფაგი ჰგონიათ, სინამდვილეში სულ სხვა დანიშნულების ყოფილიყო, რადგან იქ აღმოჩენილი გრანიტის სარკოფაგი მინიმუმ 10 ტონას მაინც იწონის. თან იმდენად დიდია, რომ პირამიდაში არსებულ გვირაბებში ვერც გაეტევა. ამიტომ რთული არ არის იმის მიხვედრა, რომ ეს ქვის 4-კუთხედის სათავსო შეტანილი კი არა, მისი აშენების დროს არის დამონტაჟებული. ამის გარდა ეგვიპტოლოგები დღეს უკვე ფიქრობენ, რომ მშენებლობაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო რაიმე სახის ტექნიკა, რომელიც 10-ობით ტონიან ტვირთს მაღლა ასებდა. სფინქსის და საერთოდ პირამიდების შესწავლის შედეგად მეცნიერება წვიმის ეროზიის კვალი აღმოაჩინეს, რაც იმის მტკიცების საშუალებას იძლევა, რომ ეს ნაგებობები უფრო ძველი წარმომავლობის არის, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. საქმე იმაშია, რომ ეგვიპტის კლიმატი ისეთი, როგორც ის ამჟამად არის, უკანასკნელი 10,000 წლის მანძილზე თითქმის არ შეცვლილა და წვიმა ამ რეგიონში არც ისე ხშირად მოდის, რომ რაიმე სახის ეროზია გამოიწვიოს. ამ შეხედულების გამო შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10-12,000 წლის წინ პლანეტაზე ტექნოლოგიური თვალსაზრისით მაღალგანვითარებული ერი ცხოვრობდა და არა ნადირობით და შემგროვებლობით დაკავებული ჰომო საპიენსი. ტექნიკის არსებობა კი ელექტროდენის არსებობას მოითხოვს და დღეს მეცნიერების ერთი ნაწილი თვლის, რომ პირამიდებს ადრე ენერგოობიექტების დანიშნულება ჰქონდა და სამარხების ფუნქცია მოგვიანებით მიიღო. როგორც ამბობენ, ისინი ელექტრომაგნიტურ იმპულსებს დღესაც ასხივებენ, რომლის დაფიქსირება ნებისმიერი მგრძნობიარე ხელსაწყოს საშუალებით არის შესაძლებელი. სწორედ ამის გამო პირამიდების თავზე 100 მეტრის რადიუსში ფრენები აკრძალული არის. რადგანაც მაღალგანვითარებული ერი ვახსენე, აუცილებლად მინდა გადავუხვიო მთავარი თემიდან და იმ მიწისქვეშა გვირაბების ქსელებზე გიამბოთ, რომლებიც როგორც ამბობენ, დედამიწის კონტინენტებს ერთმანეთთან აკავშირებს. ევროპის მთელი ტერიტორია 1000-ლოვანი გვირაბებით არის დასერილი, რომელიც ჩრდილოეთ შოტლანდიიდან იწყება და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებამდე მიდის. ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც არ დაეთანხმება აზრს, რომ ეს 12,000 წლის მიწისქვეშა გზა ნამდვილად შთამბეჭდავია. რისთვის აშენებდნენ და რა დანიშნულება ჰქონდა გვირაბებს, ზუსტად ცნობილი არ არის.
თუმცა არსებობს რამდენიმე თეორია, თუ რატომ იყო შექმნილი მიწისქვეშა სისტემა. ერთი ვერსიით გვირაბები ერთი პუნქტიდან მეორეში უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის შეიქმნა. იმ პერიოდში ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაუსახლებელი იყო და მიწისქვეშა გზა საუკეთესო საშუალება იყო კაცებრისგან თაბის დასაცავად. ამას ემატებოდა ხშირი კონფლიქტები და ომები. არსებობს ასევე აზრი, რომ გვირაბი მხოლოდ უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი არა, ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობისთვის და საქონლის მოკლე გზით ტრანსპორტირებისთვისაც გაიყვანეს. გერმანელი არქეოლოგი და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ჰენრიხ კუში დიდი ხნის მანძილზე სწავლობდა გვირაბებს და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წიგნი მიწისქვეშა სამყაროს კარიბჭეები დაწერა. მასში ავტორი ამტკიცებს, რომ მსგავსი გვირაბები ევროპის ათობით დასახლებულ პუნქტთან არსებობდა და ფაქტობრივად ევრაზიის კონტინენტის დასავლეთ ნაწილი ნეოლითის ხანაში მთლიანად მიწისქვეშა გვირაბებით იყო დასერილი. ამ უზარმაზარ გვირაბებს ხშირად უძველეს გზებსაც უწოდებენ. კუშის აზრით, საერთოდ ის ფაქტი, რომ გვირაბები დღეს 12000 წლის შემდეგაც არსებობს, იმის მაჩვენებელია, რომ ეს ნაგებობები კაპიტალური, ურთულესი მიწისქვეშა კომუნიკაციების ნაწილია. მთელს ევროპაში ათასობით ასეთი ნაგებობა იყო. ჩვენ გერმანიაში და ავსტრიაში ასობით მეტრის გვირაბი აღმოვაჩინეთ. მთელს ევროპაში ათასობით მსგავსი გვირაბი იყო. ჩრდილოეთ შოტლანდიიდან ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე და იმ დროს როდესაც ზოგიერთი გვირაბი შედარებით მცირე ზომის 1 მეტრზე ცოტა მეტი სიგანისაა, სხვა ადგილებში საკმაოდ ფართოა. ამის გარდა არსებობს გვირაბთან მიერთებული იზოლირებული ოთახები და სათავსოები. თავდაცვის ან ბარგის შესანახი კამერების ფუნქციას ასრულებდა. ყველა გვირაბი ერთმანეთთან არ არის შეერთებული, მაგრამ ეს უდიდესი მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელია, წერს გერმანელი არქეოლოგი. მიწისქვეშა გვირაბების არსებობა იმის მტკიცებულებაა, რომ უძველეს დროში ადამიანები იმაზე მეტად განვითარებულ და დახვეწილ ტექნიკას და ტექნოლოგიებს ფლობდნენ, ვიდრე დღეს ჩვენთვის არის ცნობილი. ახლა ისევ პირამიდებს ვუბრუნდები. დღეს მეცნიერები თვლიან, პირამიდებში კოსმოსიდან წამოსული ენერგიის ნაკადის გენერირება ხდებოდა, ხოლო დედამიწის მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებით და ისეთივე ქსელის შექმნით, როგორც თანამედროვე ფიჭურ კავშირს გააჩნია, ელექტროენერგია დედამიწის მთელ ზედაპირზე ნაწილდებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ ეპოქაში დენი უკაბელო იყო, ისევე როგორც დღეს ინტერნეტია. ის სხვადასხვა სახის ტექნიკისთვის ენერგიის წყაროს წარმოადგენდა, მათ შორის საფრენი ობიექტებისთვისაც და ამ ვერსიის არსებობა ნამდვილად არ არის საფუძველს მოკლებული, რადგან ძველ ინდურ ტრაქტატებში, მაჰაბჰარატასა და რამაიანაში, სადაც მოქმედება 1.200.000 წლის წინ ვითარდება, მფრინავი მანქანები არაერთხელ არის ნახსენები. ამის გარდა მფრინავი ობიექტების გამოსახულებები დღემდე შემორჩენილია აბიდოსის ტაძრის კედელზე და პერუს პირამიდებზე. ხოლო სამხრეთ აფრიკაში ასევე ნაპოვნია თვითმფრინავის ფორმის ოქროს ფიგურები. იმას, რომ უძველეს დროში ელექტროენერგია არსებობდა, წერილობითი წყაროებიც მოწმობს. მაგალითად, ცნობილია, რომ ბერძნები, რომლებიც განათლების მისაღებად ეგვიპტეში ჩადიოდნენ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ყვებოდნენ, რომ ტაძრების მიწისქვეშა დერეფნები მუდმივად განათებული იყო. თუმცა სინათლის წყარო არსად ჩანდა. კვლევებმა აჩვენა, რომ 1000 წლეულების წინ გიზის დიდი პირამიდა კირქვის ფენით იყო დაფარული და მისი ზედაპირი აბსოლუტურად ბრტყელი იყო, რაც ნაგებობას მზის სხივების არეკვლის საშუალებას აძლევდა, ხოლო მისი თავი ოქროს ფირფიტით იყო დაფარული. ამის გარდა პირამიდაში გამავალი გვირაბები მცირე დოზის რადიოაქტიული გრანიტით არის მოპირკეთებული, რომელიც სხვადასხვა სახის ლითონის მინარევებში გაზრდა შეუძლია.
ძველ მსოფლიოში ელექტროენერგიის არსებობის ფაქტს თუ დავუშვებთ, რთული ასახსნელი არ იქნებოდა თუ როგორ გაჩნდა უძველეს არტეფაქტებზე ოქროს თხელი ფენა. მაგალითად, ისეთ რთულ საგნებზე, როგორიც ტუტანხამონის სამეფო ტახტია. დღეს ოქროსა თუ ვერცხლის თხელი ფენის ნივთზე დატანა მხოლოდ ელექტროხელსაწყოს გამოყენებით შეიძლება. ამასთან 2000 წლის წინ ამას ისე ოსტატურად აკეთებდნენ, ფენა იმდენად ერთგვაროვანი იყო, რომ ჩვენს ცივილიზაციას ამ დონისათვის ჯერ არც მიუღწევია. გიზის პლატოზე 19 საუკუნეში არქეოლოგებმა სტელა აღმოაჩინეს, რომელზეც წერია, რომ სფინქსი და დიდი პირამიდა მანამდე არსებობდა, ვიდრე ტახტზე ხუფუ, იგივე ფარაონი ხეოფსი აბიდოდა. ხოლო პირამიდის რეალური პატრონი ქალღმერთი ისიდა იყო. რაც შეეხება ხეოფსს, პირამიდებთან კავშირში მისი სახელიც არის ნახსენები, მაგრამ არა როგორც მშენებლობის მწარმოებლის, არამედ როგორც სარემონტო სამუშაოების ჩატარების ბრძანების გამცემის. ეს სტელა დღეს კაიროს მუზეუმში ინახება. ერთი პერიოდი მისი ნახვა ყველა შეეძლო, მაგრამ დღეს უკვე საცავშია გადატანილი. ხელისუფლებას არ აწყობს საკუთარი ქვეყნის ისტორიაში კორექტივების შეტანა, რადგან თუ კვლევა ამ მიმართულებით გაგრძელდა, აღმოჩნდება, რომ პირამიდები არა ეგვიპტური, არამედ სხვა ცივილიზაციის მიერ არის აშენებული და ამიტომ არტეფაქტების უდიდესი ნაწილი, რომელიც პირამიდების მშენებლობის თარიღს და მის რეალურ დანიშნულებას უკავშირდება, უბრალოდ გადამანულია და იგივე პირამიდები, სტოუნჰენჯი და სხვა მეგალითური ნაგებობები თითქმის ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენს იმისა, რომ ადრე დედამიწაზე სხვა ცივილიზაცია არსებობდა. ეს ყველაფერი ჩვენი ცივილიზაციის მიერ რომ იყოს შექმნილი, ცოდნა არ დაიკარგებოდა და ის თაობიდან თაობას გადაეცემოდა. დღეს უკვე ბევრი აღარ კამათობს იმაზე, რომ ძველი ცივილიზაცია ბევრად უფრო განვითარებული იყო, ვიდრე ჩვენ ვართ, მაგრამ ყველა საინტერესებს თუ სად გაქრნენ ამ მაღალ განვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის ეგვიპტელები. მეცნიერებმა არაერთხელ გამოიკვლიეს ხეოფსის პირამიდა, თუმცა მასში არსებული ელექტრომაგნიტური იმპულსების მიზეზი ვერ ახსნეს. პირამიდის ზედა ნაწილში კი პატარა ოთახი აღმოაჩინეს, რომლიდანაც პირამიდის წვერზე შეიძლება მოხვედრა. ყველა, ვინც იქ ყოფილა, აღნიშნავს, რომ მას რაღაც ელემენტი აკლია, რაც იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ იმ ადგილზე წარსულში ენერგიის მიმღები და შემკრები მოწყობილობა იდგა. ეჭვგარეშია, ეს ყველაზე მთავარი დეტალი იყო, კრისტალის მაგვარი რაღაც, რის გარეშეც ეს გიგანტური სწავლობს. 10,000 წელი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია. ძველ ინდურ ლეგენდებში ნათქვამია, რომ ღმერთები ციდან ისევ დაბრუნდებიან და თავიანთ პოზიციებს აღიდგენენ და თუ ეს მართლა მოხდება, მაშინ ჩვენ დედამიწელებს რა ბედი გველის. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა როლი ჰქონდა ჩვენ ცივილიზაციას იმ პრეისტორიულ პერიოდში, ამჟამად მეტად ბუნდოვანია, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამგვარ კავშირს ადგილი ნამდვილად ჰქონდა და ამას ბევრი არტეფაქტი ადასტურებს. მრავალრიცხოვანი ნახატები პირამიდების და ტაძრების კედლებზე იმაზე მიუთითებს, რომ პლანეტაზე დედამიწელები ტიტულირებულები არ იყვნენ, მაგრამ არც დამონებულები ყოფილან. დღეს კონსპირაციის თეორიების გავრცელება ყველაზე პოპულარული საქმიანობაა და კარგადაც მუშაობს. ამ ეპიზოდის შექმნის და მასში მოყვანილი მოსაზრებების მიზანი არ არის რაიმე დაუჯერებელის გავრცელება, რადგან სხვადასხვა კონტინენტზე არსებული უძველესი პირამიდები და სხვა არტეფაქტები ამის საშუალებას არ იძლევა და თავადაა მტკიცებულება. იმის, რომ ამ საკითხში რაღაც ისე არაა, როგორც გვთავაზობენ. მართალია მტკიცებით ფორმაში არაფრის თქმა არ შეგვიძლია, მაგრამ თუ იმ ყველაფერს კარგად გავიაზრებთ, რაც ამ ეპიზოდში ითქვა, მინიმუმ დაეჭვება კარგი შედეგი იქნებოდა. ჩვენამდე მოღწეული ინფორმაციის თანახმად ჩანს, რომ სწორედ მათ, ვინც პირამიდები ააშენეს, კაცობრიობის ცივილიზაციას შექმნეს და კონტინენტებზე განასახლეს. ანუ რა გამოდის? ჩვენი ცივილიზაცია ხელოვნურია და ჩვენთვის შექმნილ ხელოვნურ სამყაროში ვცხოვრობთ? იგივე მატრიცაში თუნდაც. თქვენი ვერსიები ვიდეოს ქვემოთ კომენტარების სახით დაგვიტოვეთ და რაც მთავარია, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი.